სოფლიო ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, მოსალოდნელი შედეგები და როგორ აისახება მიმდინარე პროცესები ქართულ ბაზარზე. ამ საკითხებზე მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა გიორგი ცუსქირიძემ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა თუ როგორ შეიძლება აისახოს ისრაელ-ირანის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკაზე და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში. როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, ირანი საქართველოსთვის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას არ წარმოადგენს. მისი განმარტებით, თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება, ჩვენს ეკონომიკაში ან ფასებზე, ან ინფლაციაზე რაიმე ცვლილება არ მოხდება. სიტუაცია რომ არ არის მარტივი, ჩვენ ხედავთ ამას. იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი აქვეა, ირანი ჩვენგან არის დაახლოებით 300 კილომეტრზე და ეს ესკალაცია ჩვენ არ ვიცით რა ფაზაში გადავა. ანუ ყველაფერი არის დამოკიდებული, ეს იქნება შედარებით მოკლევადიანი კონფლიქტი თუ იქნება უფრო ხანგრძლივი. თუ ეს კონფლიქტი გადავა ძელვადიანში, რა გულისხმობ აქ? ანუ მოკლევადიანში ჩავთვალოთ, რომ აქ ეკონომიკაში რაიმე ცვლილება ან ფასებზე, ან ინფლაციაზე არ მოხდება. და არც ეროვნულ ბანკს არ დაჭირდება თქვათ ინფლაციური ზეწოლის განეიტრალება, მაგალითად მონეტარული განაკვეთის გაზრდით. ამიტომ ჩვენ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ ამას ვხედავთ, ვარ შედარებით, ესე ვთქვათ, ნაკლებად რისკის ქვეშ. მაგრამ თუ ეს პროცესი გადავა ხანგრძლივში, ჩავთვალოთ, რომ ინფლაციური წნეხი გაიზრდება, რომ ენერგომატარებლები გაიზრდება, გადაძიდვის ფასები გაიზრდება, რაც გააძლიერებს პროდუქციას. და რამდენად ზად არის, ანუ საქართველოს ამისათვის ალბათ ეს არის თქვენთვის საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ მე ვამბობ, რომ ძელვადიანი განვითარების სცენარი არასასურველია, არც რეგიონის ქვეყნებისთვის და არც ჩვენთვის სხვათა შორის. რომ ჩაიკეტოს ვაჭრობა ირანთან, ეს არ მოახდენს რაიმე სერიოზულ ზეგავლენას ფასებზე, არც საწავის ფასზე სხვათა შორის. საქართველოსთვის ამ ეტაპზე და თუნდაც შედარებით ხანგრძლივ სცენარში რაიმე სერიოზული ეკონომიკური ზეგავლენა ნაკლებად არის მოსალოდნელი. ვამბობ, რომ იქნება ინფლაციური რისკები გაზრდილი, მაგრამ რისკების გაზრდა არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც ინფლაცია გაიზრდება. რისკი ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს მოუწევს გამოიყენოს ბერკეტები, რათა მოახდინოს ამ რისკების დაბალანსება, ანუ დაზღვევა.